ახალი გზა და მოლოდნელი ცვლილებები. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, ვიკანა არკანა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით ვნახოთ დღეს საჯარო გაშლა თემით თუ რა მოლოდნელი ცვლილებები გიახლოვდებათ. გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი. დავარიგებ ახლავე ვარიანტებს თქვენთვის. პირადი კონსულტაციის მსურველებმა აუცილებლად მომწერეთ პირადში და ვნახოთ აბა რა მოლოდნელი ცვლილებები უახლოვდება პირველ ვარიანტს და რა მოლოდნელი ცვლილებები უახლოვდება მეორე ვარიანტს. ქვებსაც ახლავე დავამატებთ, რა თქმა უნდა. და მოდით პირველი ვარიანტი იყოს ასეთი ქვა, მეორე ვარიანტი კი იყოს აი ასეთი ქვა. აირჩიეთ სასურველი, რომელიც მეტად გეძახეთ, რომელიც მეტად გიზიდავთ, თუ გჭირდებათ დააპაუზეთ კიდევაც. აირჩიეთ მეგობრებო, პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში. და მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ რა მოლოდნელი ცვლილებები უახლოვდება პირველ ვარიანტს. თასების რვიანი. მარტოდ გრძნობ თავს პირველი ვარიანტი, თუ რა ხდება თქვენს ცხოვრებაში. აქ ჩანს მარტოობა, თანაც იცით როგორი მარტოობა, აი შერეული. იცით რას გულისხმობს? ზოგადად მარტოობა შეიძლება იყოს ორნაირი, როგორც დადებითი, ასევე ნეგატიური. ხანდახან ჩვენ გვინდა რომ მარტო ვიყოთ საკუთარ თავთან, ეს საჭირო არის კიდევაც თქვენ წარმოიდგინეთ, მაგრამ ხანდახან ვიღლებით ამ მარტოობისგან და ზედმეტად ბევრი არც მარტოობა და არც ზედმეტად ბევრი კომუნიკაცია არ არის კარგი, ხო? დავამატოთ არკანები და ვნახოთ აბა რა მოლოდნელი ცვლილებები უახლოვდება პირველ ვარიანტს. კვერთხების 7-იანი არკანი, კოშკი, პენტაკლების 8-იანი, მთვარე. ნახეთ მეგობრებო, პირველ რიგში აქ მე გეტყოდით იმას, რომ ცვლილებები აქ აშკარად შემოდის თქვენს რეალობაში და უპირველეს ყოვლისა ეს შესაძლებელია იყოს კონკრეტული ან კონფლიქტი, ან კონკრეტული კონფლიქტის მოგვარება. და ნახეთ, რაც შეეხება კონფლიქტებს, მოდით დავიწყებ იმით, რომ ზოგადად ნებისმიერი სახის კონფლიქტები არის რა? ეს არის ორი ადამიანის, როგორც მინიმუმ ორი ადამიანის საკუთარი თავის გამოვლინება, საკუთარი თავის გამოხატვა, ხო? და კონფლიქტები პერიოდულად არის საჭირო კიდევაც, ხანდახან თქვენ წარმოიდგინეთ და კონფლიქტები არის საჭირო იმისათვის, რომ ურთიერთობა გაიწმინდოს, იმისათვის, რომ ურთიერთობა გახდეს ბევრად უფრო ცხადი, ბევრად უფრო გასაგები ორივე თქვენგანისთვის, ხო? ამიტომაც მაინც და მაინც ნუ გეშინიათ ხოლმე კონფლიქტების, ხანდახან ეს არის ბუნებრივი და უკაცრავად, მაგრამ ყველა ადამიანი ერთნაირი არ იქნება, ვერ იქნება და არც უნდა იყოს, ხო? ჩვენ არ ვართ რობოტები, ჩვენ ვართ ადამიანები, ყველანი ვართ ინდივიდუალურები და ყველაზე ახლა ადამიანებსაც კი შესაძლებელია ჰქონდეთ პერიოდულად არსთა დაპირისპირება ან კონფლიქტები. თუ თქვენ ახლა ხართ რაღაც გარკვეულ კონფლიქტში, იცოდეთ რომ ეს კონფლიქტი მოგვარდება, ხოლო თუ არ ხართ, აქ ძალიან დიდი ალბათობით იქნება რაღაც გარკვეული ან აზრთა დაპირისპირება ან კონფლიქტი, თუმცა დაგამშვიდებთ იმით, რომ ეს კონფლიქტი ან აზრთა დაპირისპირება ძალიან მალევე დასრულდება და იქნება თქვენთვის ნაყოფიერი, იმიტომ რომ თქვენ შეძლებთ ამ კონფლიქტისა თუ აზრთა დაპირისპირებისა თუ კამათის მეშვეობით ადამიანის რეალური სახე დაინახოთ, შეძლებთ რომ გააკეთოთ მაქსიმალურად სწორი ანალიზი ამ ადამიანისა, შეძლებთ რომ მეტად ჟარგონს გამოვიყენებთ და დაამოღამოთ, მეტად გაუგოთ ამ ადამიანს. ასევე მოლოდნელი ცვლილებების კუთხით აქ თქვენ გელოდებათ საკმაოდ ისეთი წარმატებული შრომა, წარმატებული მუშაობა. აქ იცით როგორ სურათს ვხედავ, როდესაც თქვენ მუშაობთ ბეჯითად, ძალიან ბევრს მუშაობთ, მაგრამ ტკბებით ძალიან ამ მუშაობით და ეს მუშაობა არის თქვენთვის ძალიან ნაყოფიერი. აქ ჩანს მუშაობა და ტკბობა თავად ამ პროცესით, ხო? ეს შესაძლებელია იყოს რაღაცის მეცადინეობაც, შესაძლებელია იყოს პირდაპირი გაგებით მუშაობა, ხო? მაგალითად სამსახურში პროცესებით ტკბებოდეთ. ნუ ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება თქვენთვის რაღაც საკმაოდ სასიამოვნო პროცესი, რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს და იქნება ძალიან ნაყოფიერი პროცესი ფინანსურადაც. ასევე რაღაც გარკვეული საიდუმლოები, რაღაც გარკვეული გაურკვევლობები, ასეთი ნისლით ახსავსე სიტუაციები გაირკვევა თქვენთვის და თქვენს მხარეს იქნება ფორტუნა. აქ თქვენ გელოდება ძალიან დიდი ცვლილებები, მაგრამ ეს ცვლილებები გარედან მაინც და მაინც თვალსაჩინო ძალიან დიდი ალბათობით არ იქნება. ანუ სიტყვაზე ვთქვათ, დღეს და ხვალ კარიერას შეიცვლით მეთქი თავიდან ბოლომდე, ამას ნამდვილად ვერ ვიტყოდი, მაგრამ თამამად ვიტყოდი იმას, რომ საფუძვლები ჩაეყრება ძალიან ძლავრ და ძალიან რადიკალურ ცვლილებებს. უბრალოდ აქ იწყება ის პროცესები, რომლებიც არ იქნება სწრაფი, ეს იქნება ნელი ბეჯითი, მაგრამ ძალიან სწორი პროცესები თქვენს რეალობაში. დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტი, ძალიან დიდი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი თქვენ რა გელოდებათ?
და აქ ამოვიდა ქურუმი ქალი და პირველ რიგში მეორე ვარიანტი მე თქვენ აქ გეტყოდით იმას რომ თქვენი ინტუიცია იქნება ბევრად უფრო გაძლიერებული თქვენი ინტუიცია იქნება მაქსიმალურად საკუთარ პიკზე ამიტომაც ყურადღებით იყავით ახლო მომავალში თქვენ სიზმრებთან ხილვებთან თუ მაგალითად თქვენ პერიოდულად ხილვები გაქვთ ხო განსაკუთრებით ჩემს კოლეგებს ვეუბნები იმიტომ რომ ვიცი ჩემი კოლეგებიც მიყურებენ ხოლმე იყავით ყურადღებით თქვენს სიზმრებთან თქვენს ფიქრებთან თქვენს აზრებთან ჩაიწერეთ თქვენი სიზმრები ჩაიწერეთ თქვენი აზრები ჩაიწერეთ ყველაფერი რასაც გეუბნებათ ხოლმე თქვენი ინტუიცია ენდეთ უფრო მეტად არა რაციონალურ გონებას არამედ ინტუიციას ხო ეს არის ის პერიოდი როდესაც ინტუიციას უფრო მეტად უნდა ენდოთ გარდა ამისა თქვენი ინტუიცია თქვენ მოგცემთ აუცილებლად მაქსიმალურად სწორ მიმართულებებს დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა მოულოდნელი ცვლილებები ელოდება მეორე ვარიანტს ახლო მომავალში თასების ხუთიანი შესაძლებელია იყოს გადაღლილი, აპათია შეიძლება იყოს თქვენში აქ, შფოთვები, ცოტათი დაღლილობა ნახეთ. ძალიან დიდი ალბათობით უკვე ხართ ცოტათი ამ ენერგიებში, როდესაც ხართ გადაღლილი, როდესაც ხართ გადატვირთული ემოციურად მაინც, მაგრამ იცოდეთ რომ ეს პერიოდი არის თქვენთვის საჭირო იმისათვის რომ მოიკრიბოთ შინაგანი ძალა, უკაცრავად, მაგრამ ადამიანები ყოველთვის ენერგიაზე, ყოველთვის ჟარგონს გამოვიყენებ და ხოძე ვერ ვიქნებით, ხო? ადამიანებს ჭირდება დრო იმისათვის რომ აღადგინოთ თავისი ენერგია, განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანი არის ქალებისთვის, იმიტომ რომ ქალების ჰორმონალური სისტემა, ქალების ციკლი არის ძალიან წმინდა რაღაც, რადგანაც ეს სიცოცხლეს ქმნის, ხო? და რა თქმა უნდა, ქალის ორგანიზმს უფრო ინტენსიურად სჭირდება ხოლმე დასვენება. რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ იმას, რომ კაცს არ სჭირდება მეთქი დასვენება, მაგრამ ქალის შემთხვევაში ეს უფრო მნიშვნელოვანი არის. ამიტომაც პერიოდულად გჭირდებათ რომ დაასვენოთ საკუთარი თავი, იცოდეთ რომ ნორმალური არის ის რომ თავს გადაღრილად გრძნობთ, ნორმალური არის ის რომ თავს დაქანცულად შეიძლება გრძნობდეთ, ეს არის ძალიან ბუნებრივი, 100%-ით ბუნებრივი, დაასვენეთ საკუთარი თავი ყველანაირი გაკიცხების გარეშე, წიგნების, ტელეფონების, გაჯეტების, აბსოლუტურად ყველაფრის გარეშე თუ წამოწვევით 1 საათით მაინც დღეში, ეს ძალიან კარგად იმოქმედებს თქვენზე, მიუხედავად იმისა, რომ გენდომებად აუცილებლად ცოტა ფიქრებისგან გაქცევა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არის საჭირო. ასევე თუ თქვენ მედიტირებთ ხოლმე უფრო ინტენსიურად ცადეთ ხოლმე მედიტაციები, უფრო ხშირად ცადეთ ხოლმე მედიტაციები. აქ აუცილებლად გექნებათ იმის სურვილები, რომ გაექცეთ საკუთარ ფიქრებს რაღაც მომენტებში, მაგრამ ეს არ უნდა გააკეთოთ, პირიქით მოусმინეთ საკუთარ ფიქრებს, გადახარშეთ ისინი და გაუშვით, რაც გასაშვები არის. დამიჯერეთ, როდესაც ჩვენ მათ ვუღრმავდებით, თავდაპირველად ეს არის რთული, ძალიან არასასიამოვნო, მაგრამ შემდგომ ეს ხდება ბევრად უფრო მარტივი და პირიქით შემდგომ ვნანობთ კიდევაც, რომ აი რატომ არ ჩავუღრმავდიო, კი, ცოტა შფოთვებში ჩამაგდო ამ ფიქრებმა, მაგრამ სამაგიეროდ გადავხარშე და გავუშვიო. ასევე მოულოდნელ ცვლილებებში აქ ჩანს ის, რომ თქვენ ამ მდგომარეობიდან გამოხვალთ კიდევაც, მით უმეტეს თუ უკვე ხართ ამ მდგომარეობაში, ამ დაღლილობასა და გადაღლილობებში, ჩანს ასევე კონკრეტული ადამიანისგან სიმპათიის აღიარება, ან გარკვეული რაღაც რომანტიული ინიციატივა. ცხადია, აქ მე ვერ ვიტყოდი იმას, რომ აუცილებლად რაღაცა რამქვეყნიური რომანტიული ჟესტი იქნება მეთქი, მაგრამ კონკრეტული ადამიანი თქვენ აქ აღგავსებთ ძალიან ბევრი პოზიტიური ენერგიები, ძალიან ბევრი ისეთი ქებითი ენერგიები, ძალიან ბევრი კომპლიმენტები შეიძლება წამოვიდეს ადამიანისგან, ხო? მოკლედ რომ ითქვას, ახლა თუ თქვენ ხართ დაღლილი, ენერგია აუცილებლად აღგიდგებათ, ხოლო თუ არ ხართ დაღლილი, მომილოცავს თქვენთვის, პრინციპში ყველაფერი გითხარით. ახლა თქვენთვის იწყება ის პერიოდი, ის გზა, სადაც თქვენ მიდიხართ თვით შესწავლაში, ამიტომაც თავს შესაძლებელია გრძნობდეთ ძალიან მარტო, ძალიან გადაღლილად, მაგრამ ეს პერიოდი მალე დასრულდება. ამ ნეგატიური პერიოდიდან, მდგომარეობიდან აუცილებლად გამოხვალთ მალე, მით უმეტეს თუ რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ. და ძალიან მალევე არა უბრალოდ აღადგენთ თქვენს ენერგიას და რესურსებს, არამედ პირიქით აივსებით უფრო მეტი ენერგიებით. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე თქვენ ამაზე დაგემშვიდობებით. ნაყოფიერი დრო და ნახვამდის.